პარლამენტთან სტუდენტების 24 საათიანი პროტესტი გრძელდება. მათთან პოლიტპატიმრების ოჯახების წევრები მიდიან და მხარდაჭერას უცხადებენ. გუშინდელი ღამე მათაც პარლამენტის შენობასთან გაათენეს. ახალგაზრდებმა უწყვეტი პროტესტი 17 მარტს დაიწყეს. ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს მოითხოვენ. სტუდენტები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია პროტესტის ფორმების ცვლილება, რადგან ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას არ ესმის საკუთარი მოქალაქეების და ყველანაირ რეპრესიულ მექანიზმს იყენებს მათ წინააღმდეგ. სტუდენტურმა მოძრაობამ დაუწყეთ 24 საათიანი უწყვეტი პროტესტი და მეორე ღამე გავათენეთ უკვე პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე. ვითხოვთ მხოლოდ პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებას და მეორე მოთხოვნა არის უპირობოდ გადადგეს მთავრობა. არანაირი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არ ვაპირებ, მე პირადად, ჩემი პირადი აზრი და პოზიცია ესეთია. მოუწოდებ მოსახლეობას, ჩვენს თანატოლებს, სტუდენტებს, ლექტორებს, ყველას, ვისაც უნდა რომ საკუთარი ქვეყანა საქართველო იყოს ევროპული და დამოუკიდებელი და მომავალში არ გვექვას რუსეთი, შემოგვიერთდნენ. აღნიშნეთ აქ ისევ გადაიკეტა პარლამენტმა, რომ ეს მე-500 დღესაც აღნიშნავ და მე-1000 დღესაც და უნდა მივიღოთ სხვა პოზიცია, სხვანაირად უნდა გაკეთდეს ყველაფერი და რა თქმა უნდა პატიმრების დედების ჩაერთონენ ამ 24 საათიან პროტესტში. ჩვენც უკვე მეორე ღამე აქ ვართ, არც არ ვაპირებთ წასვლას. ვიქნებით აქ, სანამ არ გავიმარჯვებთ, სანამ ჩვენს მიზანს არ მივახცევთ და რა ვიცი, მოუწოდეთ არა მარტო პატიმრების დედები, ჩვენი მეგობრებიც, ოჯახის წევრები, რა ვიცი, ახლობლები, გამლელები თუნდაც, რომ მოვიდნენ ხარში დაგვიდგნენ და იქნებ ესე მაინც რაღაცა ამ 24 საათიანი პროტესტით უფრო მეტად შევუქმნათ დისკომფორტი ამ ჩვენს არალეგიტიმურ მთავრობას. სხვა გზა არ დაგვიტოვეს, თხოვთ შეგხვდნენ დედებს, საერთოდ ყურად არ იღებენ, დაგვცინიან და სხვა გზა არ დაგვიტოვეს, ამიტომ ჩვენ დავრჩებით, სანამ ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე არ დადგება. და ზვიად მე ახლა უფრო გავიგეშვილო შენი რომ მეუბნებოდი წერილებითაც და სიტყვით რომ ჯერ საქართველო და მე და ჩემი ოჯახი ზვიად ჯერ საქართველო და მე თქვენ შვილო ბოდიში თუ ცუდად გამომივა მაგრამ ვიცი რომ უფრო გაგიხარდება ჯერ საქართველო გადავარჩინოთ და მე ჩვენი პოლიტპატიმრები